საქართველოში წიგნების, ბროშურებისა და ანალოგიური ნაბეჭდი მასალების იმპორტი 2025 წლის იანვარ-ნოემბერში შემცირდა სექსტატის მონაცემებით აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებულია 7.600.000 ამერიკული დოლარის ღირებულების 1477 ტონა ნაბეჭდი პროდუქცია, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობა 8 მილიონ დოლარსა და 1585 ტონას შეადგენდა. შედეგად იმპორტის ღირებულება წლიურად 5.4%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობაში კლება თითქმის 7%-ს გაუტოლდა. 2025 წლის 11 თვეში წიგნების, ბროშურებისა და ანალოგიური ნაბეჭდი მასალების მთავარი საიმპორტო ქვეყანა თურქეთი იყო, საიდანაც საქართველოში 3 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. როგორი იყო წელი ადგილობრივი საგამომცემლო ინდუსტრიისთვის, თემაზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. სტუდიაში სულაკაურის გამომცემლობის დამფუძნებელი და დირექტორი თინა მამულაშვილი გვერდდება. დილამშვიდობა საქართველოს თინა, მადლობა თქვენი დროისთვის. შეფასებით და შეჯამებით დავიწყოთ თქვენი ბიზნესისთვის, თქვენი კომპანიისთვის, როგორი იყო 2025. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს. საქსტატიც მოწმობს, რომ რთული წელი იყო, რა თქმა უნდა, ყველას ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, ბუნებრივია, მაგრამ იმდენად რთული წელი იყო ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რომ ბუნებრივია, რომ შემცირდა მოთხოვნა წიგნებზე. ეს ინდუსტრია ზოგადად ცნობილია იმით, რომ ძალიან მალე და მყისიერად რეაგირებს ხოლმე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ყევებზე. და ამ შემთხვევაში საქართველოს არ არის ხო გამონაკლისი. სამწუხაროდ რთულია, როდესაც თქვათ ადამიანებს ამდენი საზრუნავი აქვს, მით უმეტეს, როდესაც ეკონომიკური სიტუაციას და ინფლაციასაც ხედავთ ხომ საკმაოდ მაღალია ქვეყანაში. ასეთ ვითარებაში პირველად მოთხოვნის საქონელზე უფრო იზრდება, თქვათ, მათი გაყიდვების შეიძლება იზრდება, ან სტაბილურად ნარჩუნდება, მაშინ როდესაც წიგნებზე და სხვა გასართობ ინდუსტრიაში არის ხოლმე კლება. ჩვენ შემთხვევაში ერთი საინტერესო ამბავი ისიც არის, რომ ჩვენი გამომცემლობა არის ბაზრის ლიდერი, საგანმანათლებლო ბაზრის ლიდერი, ძალიან ბევრი სახელმძღვანელოა გამოცემული და ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ესეც იყო, იმიტომ რომ საკმაოდ ეს მხარე და ეს საგანმანათლებლო მიმართულება ბევრწილად არის დამოკიდებული სახელმწიფოზე, ხო, რაც გადაწყვეტს, იმიტომ რომ ჯერჯერობით საქართველოში აქამდე ყოველ შემთხვევაში იყო ესეთი მიმართულება, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები გადიოდა გრიფირებას, ეს არის ერთგვარი კონკურსი და შეფასება სახელმწიფოდან განათლების სამინისტროს ექსპერტები აფასებდნენ ხოლმე ამ კონკურსის შედეგად კონკურსის ფარგლებში უბრალოდ წარმოდგენილ სახელმძღვანელოებს და შემდეგ ერთ-ერთ უბრალოდ სამს ენჭებოდა ალტერნატივა. როგორც გავიგეთ, იცვლება ეს წესი და ისედაც შეზღუდული ბაზარი და ისედაც უკვე რეგულირებული ბაზარი ფაქტიურად ხდება ისეთი მთლიან კონტროლირებული განათლების სამინისტროს მიერ და გამომცემლობები ამ სფეროში აღარ იქნებიან ჩართულები, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი დარტყმა იქნება საქართველოში საგამომცემლო საქმისათვის და ამაზე ექსპერტები საუბრობენ, ჩვენი უცხოელი კოლეგებიც ზუსტად იგივეს ამბობენ, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი საგამომცემლო ბიზნესისთვის ძალიან დიდი საფრთხე. დაანონსდა ეს რეფორმა, მახსოვს რომ საუბრობდით მაშინ, რამდენად დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს მომდევნო პერიოდში. რა წილი მოდის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოებზე და რა რისკის წინაშე გახართ? ასევე დაანონსების შემდგომ საკმაოდ პერიოდი გავიდა უკვე, ხომ არ ქონიათ რაიმე ფორმით კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან? მესმის რომ თავიდან არ იყავით ჯართული არანაირ პროცესში და თქვენთვისაც ისეთი სიახლე აღმოჩნდა როგორც საზოგადოების სხვა ჯგუფისთვის, თუმცა დღეს ხომ არ გაქვთ რაიმე განახლებული ინფორმაცია? კი, ნამდვილად ასე იყო, ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო ამ საკითხით დავიწყებ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად ფაქტიურად სამინისტროსთვის ძალიან საიმედო პარტნიორები ვიყავით აქამდე, იმიტომ რომ ერთ-ერთი აქტიური გამომცემლობა ვიყავით, არა მარტო ჩვენი კოლეგებიც, ვინც თანამშრომლობდით იმისთვის, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის საუკეთესო სახელმძღვანელოები შეგვექმნა და ამაში ჩვენ ვფიქრობდით, რომ პარტნიორობა და ერთი მიზანი გამოძრავებდა, ხო? ჩვენი სურვილიც იყო, რომ თანამედროვე სახელმძღვანელოები გავკვეთებინა, მაღალი მოთხოვნები იყო, დროში შეზღუდვა იყო, იმიტომ რომ 4 თვეში უნდა ამ კონკურსის გამოცხადებიდან
ეგრეთ წოდებული გრიფირების კონკურსის გამოცხადებიდან 4 თვეში უნდა ჩაგვიბარებინა უკვე მასალები, რაც ძალიან შემჭიდროებული ბადებია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის შეგვენარჩუნებინა, რაც კი ასეთ პირობებში იყო შესაძლებელი. და რაც თავარია, კიდევ გქონდა ის ამბიციაც, რომ აი საერთაშორისო გამოცდილება გაგვეზიარებინა და ეს სიახლეები, რაც არის დღეს მსოფლიოში, დაგვენერგა ჩვენ სახელმწიფოებში. თუმცა ნამდვილად აი ახლა ბოლო პერიოდში გავითარებული მოვლენების გამო პრაქტიკულად განათლების სამინისტროსთან არანაირი კომუნიკაცია არ ქონია ოფიციალურ დონეზე. ყველაფერს ვიგებთ ასე ყურმუყრით, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. პირველ რიგში ის არის პრობლემა, რომ რა თქმა უნდა ახლა ჩვენთვის ჩვენი გამომცემლობისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება, იმიტომ რომ 30% მაინც ჩვენი საქმიანობის ზუსტად იყო დაკავშირებული სასკოლო სახელმძღვანელოების განვითარებასთან. ურთულესი პროცესია და გაცილებით რთულია ვიდრე ნებისმიერი სხვა ტიპის. ორი ნაწილში ალბათ, ერთი როგორც ბიზნესი და მეორე შინაარსობრივი მხარე, იმიტომ რომ ესეც მთავარი გამოწვევა შეიძლება გახდეს ამ. პირველ რიგში ეგ არის, რომ ბიზნესისთვის დიდი დარტყმაა და შინაარსობრივ მხარესაც შეეხება, კიდევ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვებთ ამ სფეროში. და ჩვენი დაარსების დღიდან და როგორც იცით გამოცემულ 99 წელს დაფუძნდა ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყოს ჩვენი სწორედ საგანმანათლებლო მიმართულება და მათემატიკის სახელმძღვანელო გამოვეცით ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც თქვათ აი ესეთი ფერადი სახელმძღვანელოები არ იყო ჯერ დამკვიდრებული და ჩვენთვის ეს ინოვაცია თუნდაც აი სიახლის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს არ არის უბრალოდ დაბეჭდე და გაავრცელე და რაღაცა იყო. მნიშვნელოვანი რომ შინაარსზე გვემუშავა და ავტორთა ჯგუფი, რედაქტორების ჯგუფი, დიზაინერების ჯგუფი მუშაობდა ამაზე 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად და ეს პროფესიონალიზმი ძალიან ნიშნულოვანი იყო, რომ განვითარდა, ხო, ეს სფერო და დამოუკიდებელი საგამომცემლო სფერო, იმიტომ რომ ადრე ითარგმნებოდა ეს სახელმძღვანელოები და ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ თარგმნიდით კიდეც, მაგრამ ქართულ ავტორებს, ქართულ პირველ რიგში ეს იყო ხოლმე ხშირად მასწავლებლები, რომლებსაც ეძლეოდათ შანსი, რომ ის თავიანთი პროფესიონალიზმი უკვე სახელმძღვანელოებით საშუალებით ინტელექტუალური რესურსი ადაპტირება გააკეთებინათ, ხო? და ამ შემთხვევაში ძალიან ართულებს ეს საქმეს ჩვენთვის როგორც გამომცემლობისთვის ბიზნესის კუთხით და თქვათ იმ ადამიანების დასაქმების კუთხით რომლებიც ამ ხნის განმავლობაში დახელობდნენ ამ საქმეში ასევე იმ თვალსაზრისით რომ ზოგადად ისედაც პატარა ბაზარია ხო საქართველოში ეს ძალიან პატარა ბაზრის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია რომ საგამომცემლო საქმე რაღაცნაირად განვითარდეს და ეს ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორი იქნება. რა მოლოდინი გაქვთ, რამდენი შეიძლება შემცირდეს თქვენი ბრუნვა, მოგება, მაჩვენებლები მომდევნო პერიოდში, თუ კი რეალობაში ასე განხორციელდება ყველაფერი, როგორც თავის დროზე დაანონსდა. ხო, აი, კიდევ ერთხელ ვაბა, ვინაიდან არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია სამინისტროდან, ვიგებთ, რომ მხოლოდ ყურმოყრით, რომ ეტაპობრივად განხორციელდება ის, რომ სამინისტრომ დაიქირავა უკვე ნაწილი ექსპერტების თუ ავტორების და ეტაპობრივად აპირებს ამ სახელმძღვანელოების ჩანაცვლებას, ჩვენთანაც ალბათ ეს ეტაპობრივად მოხდება. თუმცა ძალიან სამწუხაროა სწორედ ის, რომ ეს ინფორმაცია ჩვენ ვართ ერთ-ერთი სტეიქჰოლდერები, ხო? ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ კერძო სკოლებისთვის დაუბეჭდოთ სახელმძღვანელოები და იმ პირობებში, როდესაც არ ვიცით, თქვათ, რომელი კლასის სახელმძღვანელო როდის უნდა შეიცვალოს, ხო? კარგი, გავიგეთ, რომ ეს ბაზარი დავკარგეთ, მაგრამ ის მაინც ვიცოდეთ, რომ რისთვის მოვემზადოთ, იმიტომ რომ მეორე კლასელებისთვის უნდა დაუბეჭდოთ წიგნები თუ არ დაუბეჭდოთ, იმიტომ რომ კერძო სკოლის მოსწავლეები თუ არ გვეცოდინება, ვერ განსაზღვრათ, რომელი კომუნიკაცია ქალთან არა, ანუ გვაქვს კომუნიკაცია რაღაც გარკვე არანაირი, იმიტომ რომ რამდენჯერმე მივმართეთ, არა მარტო ჩვენ, არამედ გამომცემელთა ჯგუფმა. რო შეგხვდით, რომ ეს საკითხები არის, ახლა სხვა თუ არაფერი, კაი, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, გავიგეთ, რაც სამწუხაროა, იმიტომ რომ არასწორად არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ რაღაც პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტა მაინც ხომ არის საჭირო, რომ თუნდაც იმისთვის, რომ ვიცოდეთ რომელი კლასის სახელმძღვანელოები ნარჩუნდება, რა ხნის განმავლობაში შენარჩუნდება, როდის უნდა დაუბეჭდოთ იმ კლასებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ხო შეცვლილი და ძველი გრიფირებული იქნება. ამიტომ ასეთ საკითხებზე, რა ვიცი, ძალიან როგორ გითხრათ, არასერიოზული მგონია ესეთი მიდგომა, რომ ელემენტარული შეხვედრა რატო არის პრობლემა სამინისტროს მხრიდან, ვერაფრით ვერ ხსნი და ვერ ხვდები. დაველოდოთ როგორ იქნება სამინისტროს პოზიცია და მეც ვიქონიებთ რომ რაღაცა დროის მერე მიხვდებიან ამ შეხვედრის აუცილებლობას მიღმა საგანმანათლებლო ლიტერატურის საკითხავი ლიტერატურა ამ ნაწილში როგორ იზრდება ამ მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა თითქოს ასე ჩანს ან არ ვიცი ჩვენს აუდიტორიაში ასე რომ ძალიან ბევრი გამოფენა იმართება წიგნებისადმი მოთხოვნა მაღალია ვიდრე არ ვიცი თუნდაც 10 წლის წინ იყო აი ამ კუთხით რა იცვლება და ეს რა წილია საგამომცემლო ინდუსტრიისთვის
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც გითხარით, 70% მაინც არის არა სახელმძღვანელოები, არამედ ეს არის საკითხავი ლიტერატურა ბავშვებისთვის, თქვათ non-fiction-ი, პროსებისთვის და ბავშვებისთვის და ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტი განათლებული ადამიანი ყოფილიყო ქვეყანაში, მეტი განათლებული ახალგაზრდა ყოფილიყო და ნაკითხია. ანუ ყოველთვის ჩვენ და ჩვენი კოლეგები ვცდილობდით, რომ წიგნიერება, კითხვის სიყვარული ყოფილიყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი, რასაც ყველანაირად ხალხს შეუწყობდით. და მიღწეულია გარკვეულწილად, რასაც ვაკვირდებით, ტრენდულია ძალიან მოკლედ წიგნის. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის წიგნის ახლა განსაკუთრებია, რომ დღეს არის ძალიან ბევრი ისეთი გასართობი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, როდესაც თქვათ, აი, ყველა ამბობს, რომ სკროლავენ ბევრს და თქვათ, ნახე ტელევიზორი უკვე აღარ არის, ხო, ინტერნეტმა ჩაანაცვლა ეს და ბევრი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებითაც. თუმცა არის მეორე რამ, ეს არის კითხვა და კითხვა არის ესეთი უნარი, რომელიც თანამედროვე ადამიანს ძალიან სჭირდება. სხვა თუ არაფერი, სხვა ინფორმაციის გამკლავებასთან მაინც ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად კითხულობდეს, სწრაფად შეგეძლოს დასკვნების გამოტანა, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის პიროვნული განვითარებისთვის აუცილებელი, ხო? იმისთვის, რომ ადამიანი დღეს თანამედროვე სამყაროში, განსხვავებით ხელოვნური ინტელექტისგან, რომელიც ასევე დღეს ძალიან აქტიურად არის, ხო, განხილვის საგანი. მოკლედ კონკურენციას სხვადასხვა შორის ჩვენ თანამშრომლობთ ხელოვნურ ინტელექტთან და ვფიქრობ, რომ მომავალში წითანაშო. თუმცა არის ის, რომ აი დღეს თუ ადამიანს რამე გადაარჩენს, ეს არის ზუსტად ის, რომ ის იყოს მისი შინაგანი სამყარო იყოს განვითარებული, თორე სხვანაირად ყველაფერ დანარჩენში დიდი ალბათობით ხელოვნური ინტელექტი გვაჯობებს. წარმატებები, მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. თინა მამულაშვილი, სულაკაურის გამომცემლობის დამფუძნებელი და დირექტორი, გსტუმრობდა საქმიანი დილის სტუდიაში.